ვთქვათ, რუსეთს თუ შევადარებთ, ხო? რუსეთის შემთხვევაში მაინც რუსეთი არის იმპერიული მემკვიდრე, ხო? ჯერ ცარისტული, შემდგომ საბჭოთა იმპერიის და სხვა არის მიუხედავად იმისა, რომ დაიშალა, სხვა არის იყო იმპერიის მემკვიდრე და სხვა არის იყო კოლონიზირებული ყოფილი კოლონია, ანუ პოსტკოლონიური სახელმწიფო, იმიტომ რომ სხვადასხვა ძალაუფლებრივი აქვს, თუ კი იმპერიის მემკვიდრე ცდილობს შეინარჩუნოს და აღადგინოს ის, რაც ჰქონდა მანამდე, პოსტკოლონიური სახელმწიფოს ამოცანები მაინც სხვა, უფრო არის გადარჩეს და ადგილი დაემკვიდროს იმისთვის, რომ ისევ არ იქნეს, ასე ვთქვათ, არ ჩაყლაპოს დიდმა სახელმწიფომ, ხო? შესაბამისად, მთელი სტრატეგია, ამის გარშემოა, ხო, ინდოეთის აშენებული შეკავების, აი ამ სხვადასხვა ძალების, მაგრამ ამავდროულად ყველასთან თანამშრომლობის. ხო, ის აშშ-თანაც, ევროკავშირთანაც ცდილობს მაქსიმალურად გააღრმავოს ურთიერთობები. და ისრაელთანაც, საუდის არაბეთთანაც და ირანთან, როგორც ხედავთ, არის სრული ეკლექტიკური, ანუ ყველასთან ცდილობს, რომ ჰქონდეს მჭიდრო კავშირი იმისთვის, რომ არ იყოს არც ერთთან უმცროსი პარტნიორი და ამით თან ცდილობს, რომ იყოს, ოდითგანვე ეგ მისწრაფება ჰქონდა, მათ შორის მიუმხრობლობის მოძრაობის დროს, რომ ყოფილიყო შესაბამისად აი ამ ნეიტრალიტეტით ერთგვარი სიტყვა ეთქმოდეს კონფლიქტების დროსაც და ასე შემდეგ.